ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე გახლავართ მადონა ფალავანდიშვილი, ამ გადაცემის წამყვანი და ყველა გადაცემას ვიწყებ ისე, რომ დღეს განსაკუთრებული სტუმარი მყავს მეთქი და თითქმის კი არა, ჩემი აქამდე ჩაწერილი გადაცემები მართლაც მასე იყო. ყველა სტუმარი იყო განსაკუთრებული. მაგრამ აი მსმენელებს ვეუბნები, რომ დღეს მართლა განსაკუთრებული სტუმარი მყავს, იმიტომ რომ თურქეთიდან ჩამოვიდა ჩვენი ქედელი, ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება, ნატო შავიშვილი, რომელიც ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, ამ ყველაფერზე თვითონ მოგვიყვება და მინდოდა რომ ეს გადაცემა მიმეძღვნა მისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩვენგან წავიდა საზღვარგარეთ, თუმცა ქედელებისთვის და არა მარტო ზოგადად ქართველებისთვის ძალიან კარგ საქმეს და კეთილ საქმეს აკეთებს. მასთან კავშირი არა თუ ახლა, არამედ ღრმა ბავშვობიდან იწყება ჩემი კავშირი მასთან. გაიხსენებს თვითონაც რომ ვაიო სკოლაში ერთად დავდიოდით ცეკვაზე და ცეკვის შემდეგ ბევრ ემოციას ჩვენს რაღაცა ფარულ აზრებს და ასე შემდეგ უზიარებდით ერთმანეთს. მოგესალმები ნატო, მინდოდა ცოტა ისეთი საوالი გამეკეთებინა. ძალიან კარგი იყო, მაგრამ მართლა. მედია გამომივიდა. მადლობა აქ მოსვლისთვის და ჩემთვის პირადად ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ დრო გამონახე შენი ესეთი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. ჩამოსული ხარ ახლობლების ნახვა კიდე ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვისაც გამოყე დრო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში ჩემო ძვირფასო მადო, მოგესალმები შენ, მივესალმები ჩემს ძვირფას ქედელებს, შენს ძვირფას მსმენელებს და ასევე ჩემს მსმენელებს. მადლობა შენ, რომ ასეთ ადამიანებს აძლევ უფლება გააცნო ქედას, ქედელებს, შანსაძლევ მათ, რომ უფრო ფართოდ გაიტანონ ყველაფერი. პირიქით მადლობა შენ. ხო, მადლობელი ვარ მე რა თქმა უნდა და აი ასე დავიწყოთ, ჩვენ დავდიოდით დასაწყისშიც ვთქვი რომ ცეკვას დავდიოდით ვაიოში ერთად. აი რა კარგი ბავშვობა გქონდა, როგორ გაიხსენებ შენ? ძალიან და ის პერიოდი არის, აი ჩემს გონებაში წაუშლელი პერიოდი და მახსოვს ის დრო, როგორ ამოდიოდით ძვარის ბავშვები, ან ყველა ერთად როგორ ვიკრიბებოდით და მარტო იმისთვის იყო კარგი რომ გაგიცანეთ თქვენ უფრო ბავშვობა ხო, ბავშვობა ერთად გავატარეთ თქმის და ძალიან კარგ მოგონებად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ვიტყვი. როგორ ფერებში გახსენდება ეს ბავშვობა? რან რა გახსენებს, რა ხმები, იმის და აი ზუსტად ეს ვამბობ. იმის და მიუხედავად რომ ჩემი ბავშვობა ბევრმა ქედელმა და ბევრმა ანუ უმეტესობა ამიცი ცოტა ჩემი რთული იყო. ეს პერიოდი მაინც ჩემთვის ფერადი იყო, ძალიან ფერადი. ეხლა რომ გადავხედავ წინა წლებს, ხვდები რა ბედნიერი ვყოფილი ვარ მასში. ძალიან ბედნიერი. ეგ განცდები გვაქვს თითქმის ყველას. ხო. იმიტომ რომ რთულ ამბებს ვეჭიდებით, რთულ ცხოვრებას. აი დღესაც რომ მივდიოდი ჩემი სოფლის გზებზე, ძალიან მოვიწყინა თითქოს და იმიტომ რომ ის ფერადი სოფელი აღარ დამხტარა სოფელი რა როგორიც მე დავტოვე ჩემს ბავშვობაში თითქოს და დაცლილი თითქოს და იმის და მიუხედავად რომ შემოდგომა ოქროს ფერებშია ვერ დავინახე ბაღჩებში ხალხი ვერ დავინახე ეზოში ხალხი და ძალიან გული დაამწყდა თუმცა დრო ალბათ დაცარიელებულია თითქოს და აი მე როგორ შევა იცი მე რომ ჩემთან მივდივარ ჩემს მშობლებთან სოფელში თითქოს დაპატარავებულია სიუქცე კი თითქოს რაღაცა სხვა არ ვიცი რა ხმაური ხმები მესმოდა ყველა ეზოდან რაღაცა ჟრიამული ხმა სიცილი კისკისი და ეხლა რომ გავიარე და მთელი სოფელი უნდა გაიარო რომ ჩემ მშობლიურ სახლში მივიდე არავინ არ დამინახავს არავინ ძალიან სამწუხარო იყო ხო მაგრამ მოდი ჩვენ არ დავტოვოთ და ხშირად ვიაროთ. თავარი ეგ არის და ჩვენ ვიაროთ. შეიძლება კიდე ჩამოხვალ. ნამდვილად. ყოველთვის საზღვარს რომ გადმოვწდები, ერთადერთი პირდაპირ, ანუ ის განცდა მაქვს რომ უნდა ავიდე სოფელში. იმის მიუხედავად რომ ჭიშკრებში აღარ მელოდებიან მშობლები, მათი სული და მათი ხსოვნა იქ მელოდება მე.
ძალიან კარგად საუბრობ ნატო და ვიცი რომ ის გულიდან წამოსული ნამდვილად მართლა. ხარ რომ გამოვტოვოთ ის პერიოდი რომ აქ მოღვაწეობდი, სტუდენტობა გაიარე და ასე შემდეგ და მე გადაწყვიტე თურქეთში წასვლა. ამ ამბავზე რომ გავამახვილეთ ყურადღება ეს რომ მოგვიყვე. რამ გადაგაწყვეტინა? რაც შეეხება თურქეთს და ჩემი იქ ცხოვრება. რა თქმა უნდა მე იქ ოჯახით ვარ, იქ ვარ დაოჯახებული. უკვე იქ ვაგრძელებ ცხოვრებას და მოღვაწეობას და ყველაფერს. ჩემი მეორე სამშობლოა, ასე ვფიქრობ მართლა, იმიტომ რომ თურქეთმა მომცა საშუალება, ის საშუალება, რასაც დღეს ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის. და მარტო ამისთვის მინდა რომ მადლობა უთხრა იმ ქვეყანას, იმიტომ რომ ეს საშუალება მე მომცა. სხვადასხვა ყოველთვის ჩემი იქ წასვლა ყველასთვის იყო როგორ გითხრა აი გასაკვირი ხო შოკი იმიტომ რომ თან რელიგიაში იმდანაც ჩარტვის ვიყავი ანუ ქრისტიანული იმით რწმენით და უცებ სხვა ქვეყანაში სხვა რელიგიის წარმომადგენელზე ქმნი ოჯახს თუმცა ალბათ ყველაფერს მისი აქვს საბაბი მიზეზი არ ვიცი როგორ თქვა სწორად და არ ნანობ. თავარი ეგ არის. რთული იყო თუ არა რელიგიურ სხვადასხვაობაზე ახსენე შენ აი რთული იყო თუ არა ზოგადად იმ გარემოში თავის დამკვიდრება ან იქ გარემოში შეჩვევა ადაპტირება დღემდე ერთადერთი ვინც ჩამოდის თუნდაც იქ ჩამოსულები და აქ რომ მე ჩამოვდივარ. გამარჯობა როგორ ხარ და პირველი კითხვა შეეგუე იქავრობას, ანუ იქ ცხოვრება შეეგუე? რა თქმა უნდა შევეგუე. და ამიტომაც ვარ ამდენი ხანი უკვე ამდენი წელი იქ. შევეგუე ნამდვილად, არ გამიჭირდა, არ გამჭირვებია, იმიტომ რომ საკუთარ თავზე საუბარი ცოტა რთულია. მართლა ძალიან რთულია. თუმცა ვფიქრობ რომ კომუნიკაბელური ვარ ძალიან და ეს ჩემი კომუნიკაბელურობა დამეხმარა თავის გასატანად დამკვიდრებაში იქ. ერთადერთი როგორც წინათ აღვნიშნე რელიგია. რელიგიის მხრივ გამიჭირდა, თუმცა ამ მინდა რომ აი დიდი ნათელი ხაზი გაუსვა იმ მომენტს რომ არავის არ ქონია ჩემს რელიგიასთან ცუდად შეხება. ანუ არავის არ უგრძნობინებია, ანუ ჩემთვის არ უთქვამს იმას რომ აი რელიგიის შეცვლას ხო არ აპირებ, არ მსგავსი ამ მომენტი არ მქონია. და ანუ ამით ყველაფერი ვფიქრობ რომ ისე წავიდა როგორც უნდა წასულიყო. ასეთ გარემოში რომ გიწევს ყოფნა და ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია შენი სულიერი ცხოვრებისთვისაც ასევე. აი ახლა ხარ თარჯიმნად მუშაობ. ოღონდ ახლა ზუსტ დასახელებებს მე ვერ ვიტყვი რომ თავად ყოფშისად შენ რომ მოგვიყვე ამის შესახებ და სანამ დაიწყებდე აი ბევრი Facebook ვიდეო მინახია TikTok-ზეც რომ შენ როგორ უთარგმნი როგორ იმედებს აძლევ აი ექიმის ნათქვამებს და აი ქართველები ვისაც აქამდე თქვა ხედავდი ვიცნობდი ზოგი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები როგორ მხსნელად გიყურებენ რა ისეთი დამოკიდებულება იგრძნობოდა მათგან აი როგორ დაიწყე იქ მოღვაწეობა ამ მიმართულებით ამაზე რომ მოგვიყვე იქ მოღვაწეობა დავიწყე როგორც კი თურქეთში ჩავედი და უკვე დავიწყე იქ ოჯახური ცხოვრება ძალიან მალევე ანუ სულ ტელეფონზე ზარი ნატო იცის და ეს მაწუხებს და შეგიძლია კლინიკაში მიმყვე უკვე ოფიციალურად არ ვიყავი ამ სფეროში უბრალოდ ერთადერთი იქ მცხოვრები ადამიანი ვიყავი ქართველი ანუ შეგიძლია რომ გამყვე, ну რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა ამაზე ვარ, არავისთვის და მართლა აი მადო სასტუმროშიც კი არ გზავნიდი, როცა მე აქ ვცხოვრობ, რატომ უნდა წახვიდე სასტუმროში? და შენთან ხო, აი ჩემთან ყველა არ აქვს მნიშვნელობა. აი მობძანდით, იყავით როგორც საკუთარ სახლში, სტუმარი ღვთისა. ერთხელ ორჯერ სამჯერ უკვე კლინიკები ჩემით დაინტერესდნენ. ერთი კლინიკიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ უკვე პატარა მყავდა ბავშვი და ვერ გავედი. მეორე კლინიკიდან მივიღე შეთავაზება და ნუ ბოლოს უკვე ოფიციალურად დავიწყე და დღემდე უკვე კლინიკაში ვარ, სახელმწიფო კლინიკაში, ქალაქ ტრაპიზონში და ნებისმიერი ქართველი ჩემთვის არის როგორც ჩემი ოჯახის წევრი. კარს აღებს ჩემს ოფისში, ისე როგორც ჩემს საკუთარ სახლში. ჩემთან უცხო არ არსებობს. მართლა. აი, ნამდვილად ჩემთან უცხო არ არსებობს. კედელია, ხულოს მუნიციპალიტეტიდანა, შუახევიდან არის, ახელბაჩავრიდან არ აქვს
ზუგდიდი ოზურგეთი ნებისმიერი ქართველი პაციენტი არის ჩემი ოჯახის წევრი. ძალიან მაგარ სიტყვას და ვიცი რომ ეს გულიდანაც წამოსული. გულიდან. აი რას გეუბნებიან ქართველები რომ ასე გხედავენ შენ? ზოგისთვის ნაცნობი ხარ, იმიტომ რომ პაშტიდან იყვნენ სხვადასხვა სოფლებიდან. ბაიოდან ისე. აი ხშირად მქონია ბოლო მომენტებში, ბოლო დროს ისეთი მომენტიც, რომ ჩემი კუთხით მცხოვრები იქ გამიცნია. ხო, არ ვიცნობდი, ანუ ხა მეზობელი კვაშტიდან იყო, მეზობელი ზვარეა, ჩვენი სოფლები ერთად არის. მაგრამ ეხლა ბუნებრივია რომ ყველას არ ვიცნობ და ვერ ვიცნობ და რომ ჩამოდიან და შენ ეხლა ჩვენი ვაიოელი გოგო ხარ და კი ამის შვილი ეს ის და როგორი იმედი აქვთ ამ დროს როგორი ბედნიერები არიან რომ თითქოს და მათი ხო აი ძმისშვილი ვარ ან რაღაცა ისე იმდენად მეც ყველა პაციენტზე და როგორც ნებისმიერ ადამიანზე მაქსიმალურად ვიხარჯები. და როგორც ანუ მედიცინის მხრივ მინდა რომ კმაყოფილები წამოვიდნენ, ისე მომსახურეობით, ადამიანური თანაგრძნობით და მჯერა რომ შენგან ამას ხებულობენ. წამოდით ოფისში სუმბათა ყავა დავლიოთ. წამოდით სუმბათას ყავა დავლიოთ ოფისში წავიყვან ხოლმე და ეს ყველაფერი თან იმ დღეს იმ სამუშაო პროცესს უფრო პოზიტიურს ხდის. იმის და მიუხედავად რომ ის სივრცე კლინიკა ანუ ის გულჩათხრობილი პაციენტები, აი ნეტა რამჭირს, ნეტა როგორ არის მდგომარეობა ზოგი რას ებრძვის და ზოგი რას მაინც ვთქვი რომ პოზიტიური განწყობა შეუქმნა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ მართლა და აი მიხარია რომ ჩვენი რადიოთი ძალიან ბევრი ქედელი და არა მარტო ქედელი გაიგებს ამ ამბის შესახებ რომ თურქეთში ჩვენ მარგალიტი გოგო გვყავს. მაგარი გოგო ხარ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. აი მაინტერესებს ბევრი პაციენტი გყოლი აქამდე. აი შენი ქმედებები რა თქმა უნდა მათზე დადებით გავლენას ახდენ ზოგს სახლში ეპატიჟები, ზოგს ყავაზე, ზოგს პოზიტიურად, ზოგს კი არა ყველას პოზიტიურად განაწყობ. აი ისეთი ამბავი თუ მომხდარა, ვისაც შენმა ქმედება რაღაცა ძალიან ისეთი შედეგები მოახდინა და ყოფილა მართლა ძალიან ბევრი შემთხვევა ასეთი და ბედნიერი ვარ რომ ეს ადამიანები მე შემხვდნენ იმიტომ რომ ფიქრობ აი სასწორზე ვიტყვით ხოლმე რომ როგორც ძალიან ბევრ კითხვაში გაუსვით ხაზი მორწმუნე ვარ და აი ეს სიკეთე და ბოროტება და აი რაღაცა ერთ თუ გავაკეთებ გულში უცებ იცი რა გამივლეს ანუ ჩემს სასწორზე ერთი რაღაცა დაიდო სიკეთისკენ კიდე ანუ თუ რამე ბოროტება მაქვს გაკეთებული ან რაიმე ცუდი თუ მაქვს გაკეთებული ის დავძლიე ეს მაქვს და აი პაციენტი როცა კმაყოფილი მოდის ჩემგან და როცა მადლობებს მეუბნება ну ეხა მე რას ვაკეთებ ამისთვის დიდს არაფერს მადლობა ჩვენს პროფესორებს და ჩვენს ექიმებს და ფარაბი კლინიკის წარმომადგენლებს თუმცა რაღაც წვრილი მეც ხომ იმიძღვეს ხო რაღაცა წვრილი ხო არის ჩემიც და ფიქრობ რომ ერთი დიდი სიკეთე დადებული არის ჩემს სასწორზე მყოლია პაციენტი რომელიც ჩამოსულა და აი ერთადერთი პირდაპირ რაც უთქვამს გამარჯობა ან მომარჩინე ან აქედან სადმე გადამაგდეთ ან ეს ტკივილი გამიყუჩეთ ან საერთოდ რამე ისეთი გამიკეთეთ ნემსი რომ საერთოდ აღარ ვისუნთქო და მე ჩემგან რომ მიდიან ბედნიერები ხელებ გაშლილები ტკივილის გარეშე როცა მიდიან თითქოს და მეც ერთი დარდი მეხსნება აი ხო ძალიან ვდარდობ უფრო განვიცდი პაციენტების მდგომარეობას და იმასაც განვიცდი როგორი განწყობით და კმაყოფილები დატოვებენ ჩვენს კარებს თუ არა იმიტომ რომ ბევრი რამეა ჩემზე დამოკიდებული
დიდი პასუხისმგებლობა, ანუ თარჯიმნობა, მარტო გადათარგმნო, აინახე, მარტო გადაუთარგმნო, ეს თქვა და სიო, ეს არ არის. ეს არ არის. აი ისიც პაციენტებს თვალებში ვუყურებ, აი ესე თვალებში ხარ როგორც შენ ვიყურებ, რამდენად კმაყოფილები არიან. აი რამდენად კმაყოფილები არიან იმ გადაღებებით, იმ ექთნებით, ექიმებით, კლინიკით, ჩემით. ხოლოდ ჩემით არა, იმ ყველაფერთ, იმიტომ რომ ისინი მოდიან ჩემთან პირველად. აი რამე რო იყოს ცუდი, პასუხების მოეთხოვება, რა თქმა უნდა მე. ამიტომ ორმაგად დაძაბული ვარ იმ პერიოდში. წარმატებებს გისურვებ და მჯერა რომ დიდი პასუხისმგებლობით გაართმევ ამ ყველაფერს თავს. შენი ეს ამბავი ხარ, რასაც მიყვები, იმას გავს ყოველ დღესა შენ თავს კითხე, აბა დღეს რა ვის რა არგე. ვარგეო და მჯერა რომ ამ სარგებელთა სიაში ვის რა არგე, საკმაოდ დიდი ჩამონათვალი იქნება. აი ისევ ქედას რომ დაუბრუნდეთ. ქედა. ხო, შენთვის რა არის ქედა? ქედა არის ჩემი. ანუ ერთი სიტყვით, წყალებში. ჩემი ბავშვობა. ჩემი ტკბილი მოგონება. საიდან ხარ? როცა მეკითხებიან, ანუ ჯერ ხომ დაუთხრა აჭარელი ვარ, აჭარიდან. ქედელი ვარ. აჭარელი არა, ქედელი ვარ. ქედელი ვარ და ეხლა ბევრმა არიციან ქედა. ზუგდიდიდან, იმერეთიდან ჩამოსული არიან, ანუ ქედა ბევრისთვის შეიძლება მათთვის უცხო იყოს. ანუ აჭარის მოსახლეობაზე არ მაქვს საუბარი. ქედელი ვარ და აი ქედელის შემდეგ ვამბობ აჭარიდან ვარ. აი ეს არის ჩემთვის ქედა. ქედა არის ჩემთვის მთელი ბავშვობა, ქედა არის ჩემთვის კარგი მოგონებაც, ცუდი მოგონებაც, ფერადიც, შავ-თეთრიც, ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი. მინდა რა გინატრება ყველაზე მეტად აქ? რითიც პირველად დავიწყეთ ჩაწერა. აი ეს მენატრება ბავშვობა. ბავშვობა მენატრება ნამდვილად. მენატრება არ მინდა რომ ნეგატიური იყოს შენი ეს გადაცემა, მინდა რომ სულ პოზიტიურად და ისე იყოს, თუმცა ამ კითხვას ვერ გავექცევით ვერსად. მენატრება ჩემი უბოროტო დედმამა. ძალიან. მენატრება თუნდაც იმ გაჭირვებით გამოვლილი ბავშვობა. ფიქრობ ეხლა რომ ყველაფერი მაქვს. ყველაფერი მაქვს. ოჯახი მყავს, შვილი, ქმარი, სამსახური, ის სამსახური რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ყოველთვის მინდოდა რომ ხალხის სამსახურში ვყოფილიყავი. თუმცა როცა დავჯდები მხოლოდ ჩემთვის მარტო, მენატრება ის ბავშვობა. როცა თბილის აი სკოლიდან მისულს დამხვდებოდა ღუმელი, ფეჩი და დედმამა. კი, თბილი კერძებით. აბა ხო, ეხა ეს ის მომენტია. კი, ხო, არ მინდოდა ეს ის ყოფილიყო, მაგრამ ამას ვერაული, მხარს სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო. რადიო მსმენელები ვერ ხედავენ ეხლა ჩვენს ამბავს, მაგრამ ნამდვილად თვალები წრევლებით აგვერხო და ბოდიში ამის რა, პირიქით ასეთ გადაცემას ვფიქრობ, რომ ეს ემოციები ახავს და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ გარკვეულწილად მეც მაკავშირებს ეს ბავშვური ამბები შენთან და ემოციების გარეშე შეუძლებელია გამოვიყენებ შენი მსმენელისთვის და ერთად ვეტყვი დააფასეთ მშობლები, დააფასეთ. ხშირად მოეხვიეთ, ხშირად მიდით მათთან, ხშირად უთხარით ლამაზი სიტყვები. დედა მიყვარხარ, მამა მიყვარხარ, არ არის ეს ასე უცხოელო. პირიქით, ხშირად უთხარით. ძალიან მაგარი მესიჯები არის და მე ცოცხალი მყავს ახლა და ვეუბნები ჩემს მშობლებს რომ ჩემო მშობლებო მიყვარხართ. ხო, ძალიან ემოციურია ახლა ცოტა მიჭირს გადაცემის გაგრძელებაც, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენო და შენთან ასეთი რაღაცა გულიდან წამოსული საუბრებია რეალურად ეს ჩვენ. თითქოს მოგვნატრებია კიდევაც ნამდვილად აი ზუსტად ესა გულიდან წამოსული ნამდვილი ბუნებრივი და რეალური. ფიქრობ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს. ხო, აი ჯანდაცვის სისტემასაც რომ შევეხოთ, რა განსხვავება აქაურ, იქაურ, რას თავაზობენ ისეც, რის გამოც ქართველები აი საკმაოდ ხშირი პროცესი არის ამის, რომ ჯანდაცვის სისტემა ცოტა არასასურველი
სასურველი კითხვა, თუმცა აუცილებლად საკითხველი, ჩემთვის არა სასურველი, თუმცა შენი მხრიდან აუცილებლად საკითხველი. ჯანდაცვა. ბევრი ჯანდაცვაზე არ მინდა ვისაუბრო საქართველოს ჯანდაცვაზე, იმიტომ რომ ეხა იქ ვარ დღეში სადღაც 50 პაციენტი მაინც ჩამოდის ჩვენს კლინიკაში. აი რას ამბობენ რა განაპირობებს ამ დაავადებებს? აი ქალური ხალხი ექიმები რას ამბობენ? 50 პაციენტი რომელიც იქ ჩამოდის მადო და საათში სადღაც არ მინდა რომ გავაზვიადო და მინდა რომ ანუ ციფრებთან ახლოს ვიყო. სადღაც 5 ან 6 პაციენტი მხოლოდ აი ასეთ ფურცელს ჩამიგდებს და მეტყვის. ნატ, იცი რა, აქ გადავიღე მე მაგალითზე MRT ან ტომოგრაფია რა აიმე სისხლის ანალიზები ჩავაბარე და მან შეგიძლია რომ გადაამოწმო დამეთხრა, ანუ ნდობა. აქ ნდობა არ აქვს ხალხს. არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, რაიმე შეცდომებმა, არასწორმა მკურნალობამ, თუმცა ნდობა აქვს ჩვენს მოსახლეობას დაკარგული ჯანდაცვის მხრივ. და ამიტომ რატომღაც გონიათ აი ერთი ადამიანი ჩამოვიდა და მკურნალობის შედეგმა გამოიღო, მკურნალობის შედეგი წარმატებით დასრულდა, ისე უბნება მეორეს. აი იცი რა, მე თურქეთში წავედი, აქ არ მიხვიდე, იქ ჩადი. თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ცუდი ექიმები ყავს, ცუდი პროფესორები ყავს, თავისი არა, თუმცა აი ნახე, ერთის გაფუჭებულმა საქმემ შეიძლება 10 გაუფუჭოს სახელი. ეს ძალიან ცუდია. სახელის გაფუჭებას ანუ სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო და ნამდვილად ასეა. ამიტომ თავშესაფრად მიაჩნიათ თურქეთის ჯანდაცვა. და იმიტომაც ხალხის გადინება მაგიტომ ხდება. ხო, ხა იმის და მიუხედავად რომ ნამდვილად არ არის იაფი. ძალიან ფინანსებთანაც დაკავშირებული ამ ხელა გზა უნდა ჩამოხვიდე, ხელა თანხები უნდა გადაიხადო. ხო, ნაწილს ფინანსებს ნაწილს თვითონ. ხო, ანუ იმდანაც ან დაფინანსების მხრივ ზოგადად დაფინანსება ძალიან რთულია. ხო, იშვიათად, იმიტომ რომ იცი რა ჯანდაცვისგან მე პირადად მქონია მათთან საუბარი, პასუხი როგორი მოგდის, ცი? აქ ჩვენ ეს გადაღება გვაქვს. ჩვენ ამ დაავადებას მკურნალობთ. და რატომ მოდი, ხო? გასაგებია კი. რატომ მიდიან თურქეთში? გამოიყენონ ისაც ფინანსება. თუმცა ის რაც აქ არ კეთდება, ის რაც არ არის აქ, იმას ჯანდაცვა იღებს საკუთარ თავზე. ხო, ეხა სურვილები რომ თქვა, შენი სამსახური არის ისეთი რომ უნდა თარგმნო და ასე შემდეგ, მაგრამ ვისურვებდი რომ აი პაციენტების ნაკლებობა იყოს და შენ სადღაც კომპანიაში უფრო სხვა. ჯერ რომ შენი სურვილიც ეს იქნება. ეს არის ჩემი სურვილი, მე მხოლოდ ქართველებს არა, მე სამედიცინო ტურიზმის განხრით მუშაობ და მარტო ქართველებს არ ვემსახურები იქ, ანუ ფარაბი კლინიკაში არის მომსახურეობა ტრაპიზონში, აი სამედიცინო ტურიზმი. ან თურქიც არის, ქართველიც არის, არაბიც არის, გერმანელიც არის, ანუ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი არის და ანუ იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ქართველს უნდა ვემსახურო. შეიძლება პაციენტი მყავდეს უკრაინელი ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ხო და მე რა თქმა უნდა მირჩევნია რომ ჩემი მოსახლეობის ნაკლებობა იყოს იქ. ნამდვილად ის მინუს და წარმატებებს გისურვებ. აი ისეთი ემოციური გადაცემა გამოგვივიდა და თან ახლა სანამ გადაცემებს დავგეგმავდი, ბევრს ვაფრთხილებდი რომ თქვენ არიცით ვის ეგიმზადებთ გადაცემას მე ახლა ჩვენ არ ვიცი რამდენად კედაში ბევრი გიცნობს. მანამდეც ვასპოილერებდი რომ ასე ვთქვათ და ჯერ არა ამ გადაცემასაც ჩვენი მსმენელი ემოციის გარეშე ვერ მოусმენს. ეხლა რომ თავიდან შეგეძლოს რამის დაწყება. აი და ხუჭო თვალები და წარმოიდგინო რა მე შეცვლდი. არაფერს საერთოდ. არაფერს. ესე იგი ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი. ესე იგი უფალმა ასე გადაწყვიტა ყველაფერი. ასე სჯობდა ჩემთვის. ერთადერთი რასაც შევცლიდი, ეხაც უბრალოდ არ მინდა მართლა არ მინდა აი იმაში ჩავიციკლო ამ ყველაფერში, ძალიან ბევრს მოვეფერებოდი ჩემს მშობლებს. ძალიან.
აი ამას შევცვლი, დანარჩენი საერთოდ არაფერს არ შევცვლიდი. აი თუნდაც რომ წარმოვიდგინო, აი ბავშვობაში ოცნება მქონდა რომ ასეთ დიდი სახლი მექნებოდა, ლუქს სახლებთან და ასეთი სახლი მქონდეს ნეტან რაღაცა. ეხლა რომ ვფიქრობ, არა. ჩემი სახლი სოფლის და ღელის კუთხეში რო სახლია ის მირჩევნია ნებისმიერ ლუქს სახლს. უბრალოდ მაშინ პატარები ვიყავით, ბავშვები ვიყავით, რაღაცები გქონდა, წარმოდგენები ესენი. და მე იცვლება, ბევრი რამე იცვლება. ბევრ პრობლემებს ან ცხოვრებისეულ სირთულეებს შევეჭიდებით, მე რაღაცა ღირებულებების გადაფასებაც ხდება და ეგ სამწუხაროდ ეს სიტყვა არსებობს ჩვენს ლექსიკონში მე ვხვდებით. ძვირფას მე ვხვდებით, რამოდენი ძვირფასი იყო ის. დანარჩენს არაფერს. კარგია, მიხარია რომ ასე ხარ. მინდა რომ წარმატებული იყო კიდევ უფრო. აი ასეთი სურვილი მაქვს, რომ მინდა შენი კლინიკა გქონდეს, ან რაღაც ისეთი რამე თურქეთში, რომ აი მწვერვალები უნდა დაიპყრო, ისეთი ადამიანი ხარ შენ, აუცილებლად უნდა დაიპყრო და ამას სჭირდება შრომა. ზარმაცი არ ვარ. ვიშრომებ, რა თქმა უნდა, ვიშრობებ ჩემი მიზნებისთვის, რომელიც ნებისმიერმა ქალმა უნდა გააკეთოს ეს. აი თუნდაც ქედაში, სოფლებში არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერმა ქალმა უნდა იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავის ადგილი უნდა კონდეს ამ სამყაროში. ანუ ჯერ ოჯახი, ჯერ ის და ბოლოს მე არა, ჯერ შენ როცა წარმატებული ქალი ხარ, შენ როცა მიზანდასახული ხარ, მებრძოლი ხარ, ის მერე უკვე ნელ-ნელა ყველაფერი ისე მოყვება, როგორც უნდა იყოს. აჰა. ისე წავა. აი ზუსტად. და ნებისმიერმა ქალმა უნდა იცოდეს მისი ფასი. ფასი უნდა იცოდეს. ქალებო, ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და დაინახეთ თქვენი სილამაზე. ნებისმიერ ქალს აქვს თავისი სილამაზე და ეს სილამაზე გამოიყენეთ თქვენი წარმატებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ისეთი გადაცემა გამოგცემ შენ გაშვება საერთოდ არ მინდა უბრალოდ ესე ხარ გელოდებიან ბავშვი გყავს პატარა და ასე შემდეგ და მოგვიწევს რომ ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თორემ შენთან საუბარს ალბათ შემოგვათენდება მე და შენ გავიხსენებთ ძველ დროს ყველაფერს გავიხსენებთ. მინდა რომ ბედნიერი, წარმატებული, ლაღი და სიკეთით სავსე იყო, ისედაც ხარ და მინდა რომ ეს ყველაფერი მუდმივად გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ასევე და ვფიქრობ რომ ზუსტად ეს საქმე შენია. მადლობა. ეს გარემო შენია. ძალიან დიდი როგორც ეხლა ის გარემო სადაც მე ვარ, ჩემია და იმ გარემოში ვგრძნობ თავს, რომ იქ უნდა ვიყო, ვფიქრობ რომ შენი გარემო არის ესეც და მე გისურვებ მე წარმატებას, მე გისურვებ რომ აი ეს ქედა და ქედელებო, ჩემო მსმენელებო დაუფასეთ ამ გოგოს ეს შრომა და დარწმუნებული ვარ რომ გიფასებე, მაგრამ რადგან ეხლა ახალი დაწყებაა ეს შენი, მინდა რომ ძალიან გაფართოვდე და გამდიდრდე. ჩემთვის არის ეს ძალიან დიდი ქათინაური, იმიტომ რომ მართლა მე ჟურნალისტიკაში რამეში თუ დაგჭირდი, გულო და სულო შენს ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. მოკლედ ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ვიცი, ბევრი ქედელი მელოდებოდით ამ გადაცემის გაშვებაზე. დამემშვიდობები ჩვენს რადიო მსმენელებს, ველოდები მათ შეფასებებს კომენტარებშიც, გაზიარებების თვალსაზრისით, რეაქციების თვალსაზრისით და ჯერა რომ კიდე შევხვდებით. ჯერავს და ვისაუბრებთ კიდევ ბევრს. იყო თემები, რასაც არ შევხვდით. ოღონდ არაფერი არ აქტივდეს მადო ისე ჩამოყვალდა. და იგივე მოსულებს ვებსაც რომ არაფერი არ აქტივდეთ, არ დაგჭირდეთ ტრაპეზონის საავადმყოფო, ისევე სტუმრობთ ნატოს. აბა კარგად დაგემშვიდობებით. მომავალ გადაცემამდე.